პირველი კლასი საგანი ბუნება, თემა საგზაო მოძრაობის წესები. დავალება. ციფრული საგანმანათლებლო რესურსით ვსწავლობ თამაშით, შექმნით ილუსტრაცია, სადაც ასახავთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩას, საგზაო ნიშნებს, შუქნიშანი, ზებრა გადასასვლელი და სხვა მანქანებს, ფეხით მოსიარულეებს, რომლებიც გადაადგილდებიან, აღწერეთ თქვენ მიერ შექმნილი სიტუაცია, თუ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანები არ იცავენ უსაფრთხოების წესებს. ამ დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ პროგრამა „სწავლობთ თამაშით“. პროგრამაში შესასვლელად დააწყაბუნეთ დაწყებას. თქვენ უნდა შექმნათ ილუსტრაცია, ამიტომ სცენის აღნიშნულ სიმბოლოზე დაწყაბუნებით შეარჩიეთ ერთი სცენა. ფონის შესაქმნელად სამუშაო სივრცის მარჯვენა მხარეს გარემოდან შეარჩიეთ სასურველი სურათი. ფიგურის დასამატებლად აირჩიეთ გამოსახულება. გამოსახულება შეიძლება იყოს ფერადი, შეიძლება იყოს გასაფერადებელი. გასაფერადებელი გამოსახულების არჩევის შემთხვევაში შეგიძლიათ მასში ფერის ჩასხმა. შეარჩევთ სასურველ ფერს და ამ ხელსაწყოს გამოყენებით ჩაღვდით ფერს. ასევე შეგიძლიათ გამოსახულებიდან პერსონაჟების დამატება. მაგალითად, ფეხით მოსიარულე, რომელიც ცდილობს გზის გადაკვეთას. სამუშაო სივრცის მარცხენა მხარეს შეგიძლიათ შეარჩიოთ ფანქარი ან ფუნჯი შესაბამისი ფერით. ისი საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ დახატოთ მაგალითად ზებრა გადასასვლელი. ფუნჯის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ასევე შუქნიშანიც. შუქნიშანზე შეგიძლიათ დამატება გეომეტრიული ფიგურის, მაგალითად, შავ-თეთრი წრე შევარჩიოთ და წრე შეგიძლიათ აიღოთ 3 და შესაბამისად გააფერადოთ შესაბამისი ფერით. მაგალითად, პირველი წრე იქნება აუცილებლად წითელი. ილუსტრაციაზე შეგიძლიათ ტექსტის შექმნაც. ამისათვის მარცხენა მხარეს შეარჩიეთ ტე ღილაკი, შემდეგ დააწყაბუნეთ სასურველ ადგილას. ტე ღილაკზე მეორე დაწყაბუნების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაწეროთ შესაბამისი ტექსტი. ნამუშევრის შესანახად თანმიმდევრულად დააწყაბუნეთ ღილაკს შენახვა, შემდეგ სურათი და დახურვა. ეს ინსტრუქციები დაგეხმარებათ დავალების შესასრულებლად. გისურვებთ წარმატებებს.